საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, ადგილობრივი გზების მოწყობა, სანიაღვრე და სამელიორაციო არხების რეკონსტრუქცია. ეს იმ პროგრამების არასრული ჩამონათვალია, რომელთა განხორციელებას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2015 წლისთვის გეგმავს. დეპარტამენტის უფროსის თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მუნიციპალიტეტების მასშტაბით სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია იქნება. დეპარტამენტის 2015 წლის ბიუჯეტი ამ ეტაპზე 20 მილიონ ლარამდეა, თუმცა შესაძლოა მასში ცვლილებები შევიდეს. პრიორიტეტების განხილვას დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ნათი აფხაზავას თქმით, მთავარია პრიორიტეტის დაგეგმარებისას მეტი საჯარო განხილვები და მოსახლეობის ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი. პრიორიტეტად კვლავ რჩება საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული არის მომავალ წელს ასფალტბეტონის საფარეთ ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოწყობა და ახლობით 20 მილიონის ფარგლებში იგეგმება მთლიანობაში 2015 წლის ბიუჯეტი. გზები არის ძალიან დიდი პრობლემა აჭარის რეგიონში და მუნიციპალიტეტებში, ეს ცხადი არის და ძალიან ბევრი განაცხადია როგორც მუნიციპალიტეტებში, ასე უშუალოდ საგზაო დეპარტამენტში ამ კუთხით, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პრიორიტეტი იყოს რეგიონში, ესე რომ ვთქვათ, პრიორიტეტული, მაგრამ მე ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ძალიან მაწუხებს და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში დეპარტამენტმა უნდა იმუშაოს, ეს არის საზოგადოებაში მონაწილეობა უშუალოდ ამ პროცესებში.